გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 17-ზე მე ქეთი ქაშაკაშვილი ვარ, გამოშვებაში ნახავთ. პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ყირგიზეთის რესპუბლიკაში და კონკრეტული შედეგები. საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ სტატია ნიკა გვარამიას ავტორობით. საქართველოსა და ევროკომისიის დელეგაციებს შორის სავიზო დიალოგის ფორმატით გამართული შეხვედრის შემდეგ საქართველოს პოზიცია უცვლელია. ჩვენი ქვეყანა მზად არის ჯანსაღი დიალოგისთვის, რათა ბრიუსელს კონკრეტული არგუმენტებით დაუმტკიცოს საქართველოს მიღწევები, მათ შორის ვიზა ლიბერალიზაციით ნაკისრი ვალდებულებების მხრივ. საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირთან ურთიერთპატივისცემაზე, თანასწორობასა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა. დისკუსია ფაქტებზე დაფუძნებულ ატმოსფეროში წარიმართა. ორივე მხარეს შეთანხმდა, რომ ხელისუფლებას წარუდგენენ ანგარიშს და განეხილავენ არსებით და პოტენციურ შემდგომ ნაბიჯებს. ყველა მიმართულებით ჩვენ ვართ ღია დიალოგისთვის. მათ შორის იმ თემებზეც, რაც განიხილებოდა ბრიუსელში, კონკრეტულად ვიზებთან დაკავშირებით, ჩვენი პასუხები არის ძალიან ცხადი, ძალიან მკაფიო. ყველაფერი დანარჩენი არის პოლიტიკა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში ევროპულ ბიუროკრატიაში შეიცვლება მიდგომები, ჩამოყალიბდება სამართლიანი მიდგომა ქართული ხალხის მიმართ, ჩვენი სახელმწიფოს მიმართ. ჩვენ თავის დროზე რეალურად ჩავგდეთ ყველანაირი გზა შანტაჟისთვის. დარჩა ერთადერთი თეორიული ინსტრუმენტი, ეს არის ვიზა ლიბერალიზაცია და კონკრეტული ძალები ცდილობენ რაღაცნაირად ეს ინსტრუმენტი გამოიყენონ შანტაჟისთვის ქართული ხალხის წინააღმდეგ და ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს არის არასწორი მიდგომა. ჩვენ გვინდა სამართლიანი მიდგომა და რა თქმა უნდა ამ გზავნილით ვესაუბრები ჩვენს ევროპელ პარტნიორებს. ეს იყო პირველი შეხვედრა სამუშაო დონეზე, რომლის ფარგლებშიც მოხდა პოზიციების გაცვლა და ჩვენი მხრიდან მთავარი მიზანი იყო, რომ ევროპულ მხარეს ამ დონეზე მიწოდებოდა ინფორმაცია და ქართული მხარის პოზიციები თითოეულ საკითხზე, რაც შეეხება სავიზო დიალოგს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას. ნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ეს იყო პირველი შეხვედრა, ეს არ არის ბოლო შეხვედრა და მოველით, რომ ევროკავშირის მხარე უფრო მეტად გაითვალისწინებს იმ ლეგიტიმურ მიზეზებს, რაც არსებობს სავიზო დიალოგის ფარგლებში და იმ ლეგიტიმურ პირობებს, რაც აქვს ქართულ მხარეს. მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ყირგიზეთის რესპუბლიკაში კონკრეტული შედეგებით დასრულდა. ორ ქვეყანას შორის სამინისტროების მიერ 10 მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერეს საგარეო საქმეთა, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის და იუსტიციის მინისტრებმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა კი ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომელშიც მხარეები ადასტურებენ მზადყოფნას სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია, მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ უმაღლეს დონეზე ვიზიტები ჩვენს ქვეყნებს შორის არასოდეს განხორციელებულა, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მჭიდრო ისტორიული კავშირი ჩვენს ხალხებს და ჩვენს ქვეყნებს შორის. მოხარული ვართ, რომ ახლა შედგა ეს ვიზიტი, ჩვენ ასევე ყირგიზეთის პრეზიდენტი მოვიწვიეთ საქართველოში. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ინტერესი, რომ გავაღრმავოთ როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კავშირები სხვა მიმართულებით თანამშრომლობა ყირგიზეთის რესპუბლიკასთან. ყირგიზეთი სწრაფი ტემპით ვითარდება ეკონომიკური კუთხით ბოლო წლების განმავლობაში, ასევე ყირგიზეთის მაქსიმალურად ცდილობს მაქსიმალურად გააძლიეროს საკუთარი ფუნქცია დაკავშირებადობის კუთხით და ეს ქმნის რა თქმა უნდა ახალ შეასრულებებს ჩვენთვის, ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობისთვის და ვეცდებით მაქსიმალურად ავითვისოთ ეს პოტენციალი. ბუნებრივია ყირგიზეთისთვის ისევე როგორც ცენტრალური აზიის ყველა ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი საქართველოსთან ეკონომიკური სამეჯრო თანამშრომლობა, დაკავშირებადობის კუთხით კავშირების გაძლიერება და რა თქმა უნდა ამას აქვს მარტივი მიზეზი არის ის, რომ საქართველო აკავშირებს ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანას საბოლოოდ შავ ზღვასთან და დასავლურ სივრცესთან. აქედან გამომდინარე, ყირგიზეთისთვის არის მნიშვნელოვანი ბუნებრივია ჩვენთან თანამშრომლობა, ეკონომიკური კუთხით, სავაჭრო კუთხით და ანალოგიურად ჩვენთვისაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ამ თანამშრომლობის გაღრმავება. ვისაუბრეთ ორმხრივი ურთიერთობების დინამიკაზე, შესაძლებლობებზე, რაც არსებობს თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით, გაფორმდა რამდენიმე შეთანხმება, რაც ასევე ეხება სხვადასხვა მიმართულებით ქვეყნებს შორის თანამშრომლობას, ასევე პროგრამა, რომელიც მომდევნო წლებში
წლების განმავლობაში განსაზღვრავს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას. ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა ის, რაც აქვს ყირგიზეთს, ჩინეთსა და უზბეკეთს, რომლითაც მოხდება სარკინიგზო ხაზით დაკავშირება ამ სამი ქვეყნის, ეს პირდაპირ პროპორციულად დადებითად აისახება ჩვენ ქვეყანაზე, რამე თუ ეს მარშრუტი შეუერთდება შუადერეფნის მთლიან კონტექსტს, რა თქმა უნდა, აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში შეიძლება დღეს თამამად ითქვას, რომ დაახლოებით 2031 წლიდან საგრძნობლად მოიმატებს შუადერეფანში ტვირთნაკადი და მნიშვნელოვანია ამ კონტექსტში ანაკლის ხმაწყლოვანი პორტის განვითარება. ჩვენ უკვე გვაქვს ძალიან აქტიური სამშენებლო პროცესი ანაკლის ხმაწყლოვან პორტში. შევთანხმდით იმაზე, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, იმისათვის, რომ ჩვენ ერთმანეთს გაუზიაროთ ის გამოცდილება, რაც გვაქვს დაგროვილი საჯარო სერვისების სფეროში, სასჯელ ახსოვლების თუ პრობაციის მიმართულებით. ახალ ეტაპზე გადადის ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა, რაც თავისთავად ცხადია ასახული იქნება თანამშრომლობით ყველა სფეროში, ზუსტად ამ ფორმატში ჩვენ შესაძლებლობა გქონდა, რომ გაგვეფორმებინა მემორანდუმები, როგორც ვეტერინარიის კუთხით, ასევე ბირთვული რადიაციული ნარჩენების მართვის კუთხით. ამ მიმართ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებები, სადაც შესაძლებლობა არის, რომ კიდევ უფრო მეტად აქტიურად დავიწყოთ თანამშრომლობა. ნაციონალური მოძრაობის და ჯო ვილსონის იდენტური განცხადებები პრემიერ-მინისტრის შეფასებით ლოგიკურია, იმის გათვალისწინებით, რომ ისინი ერთი ხელიდან იმართებიან. ირაკლი კობახიძის თქმით, ჯო ვილსონის თავდასხმა საქართველოზე ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების გამო იმ ფონზე, როცა ამერიკაც ცდილობს ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებას, სრულიად ალოგიკურია. მოძრაობას და ჯო ვილსონს ხავთ ერთი პატრონი, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ სინქრონიზებულია მათი განცხადებები ერთმანეთთან. ეს არის საბოლოო ჯამში ის გავლენა, რასაც ჩვენ უწოდებთ გლობალურ რომის პარტიას, ამერიკაში უწოდებენ Deep States, საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატები ერთად ცდილობთ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებას, ასე დროს, როდესაც ჯო ვილსონი, რომელიც წარმოადგენს მმართველ პარტიას, თავს ესხმის საქართველოს ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავების გამო არის აბსოლუტურად ალოგიკური და ამ ალოგიკურობას აქვს ერთ-ერთი მიზეზი, ის იღებს დაკვეთებს, დავალებებს, ეს დავალებები არის მიმართული ჩვენი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ, ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. თუმცა, როგორც აქამდე არ ქონდა არავითარი განსაკუთრებული ფასი ჯო ვილსონის განცხადებებს, ასევე იქნება მომავალშიც. ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარე აკეთებს მედიასთან კომენტარს, პირდაპირ ეთერში ვრთავთ შალვა პაპუაშვილს. რეგიონული ვიზიტის ფარგლებში თქვენი შეხვედრების შესახებ მოგვიყვებით და შემდეგ უკვე სხვა თემებზეც. კოლეგებთან ერთად მეორე დღეა ვართ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. ვსტუმრობთ მათ შორის ახალქალაქის, ახალციხის ეპარქიას, მეუფე ნიკოლოსთან, მეუფე თეოდორესთან ერთად გქონდა შესაძლებლობა, რომ გვენახა ჩვენი ისტორიული ტაძრები, საიდანაც დაიწყო საქართველოს ქრისტიანული ისტორია. და მნიშვნელოვანი არის, რომ წელს, როდესაც ჩვენ 1700 წელს აღნიშნავთ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან, საქართველოს მოსახლეობა კიდევ ერთხელ დაფიქრდეს, გაიაზროს, რა საუკუნეები გამოვიარეთ, რა მოგვიტანა ჩვენ ქრისტიანობამ, როგორ გახდა ეს ჩვენი იდენტობის ნაწილი, როგორ ჩამოაყალიბა ქრისტიანობამ ქართველობა, როგორც ცივილიზაცია და კულტურა და როგორ გადაარჩინა ჩვენი ეროვნული თვითმოყვადობა, როგორ შექმნა ჩვენი კულტურული იდენტობა, როგორ გააძლიერა ჩვენი ენა და როგორ იქცა ჩვენი ფასეულობების მთავარი ღერძად. შთამბეჭდავია ის აღშენებლობა, რასაც ჩვენ ეპარქიებში ვნახეთ, შთამბეჭდავია საზოგადოების დამოკიდებულება იმ კულტურული ძეგლების მიმართ, რომელიც ჩვენ ამ რეგიონში გვაქვს და რომელიც მართლაც საიდანაც აითვლება ჩვენი ქრისტიანული ტრადიცია. პოტენციალურად ბრიუსელში გუშინ გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით გითხავთ, ჩვენ განცხადება მოვისმინეთ საგარეო საქმეთა სამინისტროსგან, ჩვენ გაგზავნილ წერილზე, სადაც საუბარია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ტენდენციურ ანგარიშებს ეფუძნება ზოგადად საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულებაზე საუბრობთ ხოლმე ხშირად. აი ესეც არის თუ არა ამის ერთ-ერთი კონკრეტული მაგალითი. ნახოთ, რაც მოვისმინეთ, იყო რომ ტექნიკური ჯგუფების დონეზე იყო განხილვა ტექნიკური საკითხების. ჩვენ ვატყობთ უბრალოდ რომ პოლიტიკური თემები შემოაქვთ ხოლმე უვიზო მიმოსვლის საკითხზე, რაც თავისთავად აჩვენებს არაკეთილ სინდისიერებას ბრიუსელისას. ყველა შევახსენებ, რომ ბრიუსელმა საერთაშორისო სამართალი დაარღვია, როდესაც დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის დააწესა სავიზო მოთხოვნები, დაარღვია 2010 წლის საერთაშორისო ხელშეკრულება ევროკავშირსა და საქართველოს შორის და ამ მხრივ ევროკავშირი
არის საერთაშორისო სამართლის დამრღვევი, მაშინ როდესაც ხვებს ედავება საერთაშორისო სამართლის დაცვის საკითხებს. შემდეგ ეს დარღვევა, რომ რაღაცნაირად დაეფარათ, მიიღეს სპეციალური რეგულაციები საქართველოზე მორგებული, გადაუხვეს ყოველგვარ გონივრულობას და სავიზო მიმოსვლის ლოგიკას და სპეციალურად საქართველოსთვის მოიგონეს რეგულაციები, რომელსაც ავრცელებენ მხოლოდ საქართველოზე, სადაც საკუთარ გემოვნებით შეუძლიათ ნებისმიერი რამე მოგთხოვონ. ეგრეთ წოდებული დემოკრატიული განვითარების სოუსით შეგვიძლიათ აბსოლუტურად გამოიგონონ ყველაფერი, გვითხრან რა კანონი მივიღოთ, რა არ მივიღოთ, მარცხენა ფეხზე დაუდგეთ თუ მარჯვენა ფეხზე უნდა დაუდგეთ და ასე შემდეგ. ეს არის კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ სავალალო მდგომარეობას, სადაც ბრიუსელმა მიიყვანა ევროკავშირი, კიდევ ერთხელ საერთაშორისო სამართლის დამრღვევად აქცია ევროკავშირი. მოლოდინი როგორია ბატონო? უპირველეს ყოვლისა, ამ ყველაფერში ჩვენ ხედავთ, რომ იმდენად არაკვალიფიცირებად იქცევა ბრიუსელის ბიუროკრატია, რომ ეს არაკვალიფიცირება ჩვენ იმედს გვაძლევს, რომ საბოლოო ჯამში თავადვე არ გადადგავენ ისეთ რამებს, რითაც საკუთარ თავს დაიზიანებენ. აქამდე რაც გააკეთეს, დაიზიანებს მხოლოდ საკუთარი თავი, დააზიანებს მხოლოდ ევროკავშირი და დააზიანებს მხოლოდ ნდობა ევროკავშირის მიმართ. ასე რომ თუ ეხლა უნდათ რომ კვლავ ფეხში დაიხალონ მტყვია, შეუძლიათ ეს გააკეთონ, მაგრამ კიდევ ერთხელ აი ამის გამო ამ საქართველოს მიმართ ევროკავშირის დამოკიდებულება არის მინი მოდელი იმ არაკვალიფიცირებისა, რითაც გამოირჩევა ბრიუსელის დღევანდელი საგარეო პოლიტიკა. საკანჯალა კრიტიკა ისმის ხოლმე საქართველოს-ჩინეთის ურთიერთობებზე, სტრატეგიულ პარტნიორობაზე და მნიშვნელოვანია ის, რომ ხშირ შემთხვევაში ჯოლსონისა და ოპოზიციის იდენტურ აქცენტებს ვისმენთ, მათი რიტორიკა ერთმანეთს ემთხვევა. აქვე ვაშინგტონთან ურთიერთობასთან დაკავშირებით ჩვენ ნახეთ ნიკო გვარამიას მიერ შეკვეთილი სტატია, სადაც პირდაპირ არის საუბარი იმაზე, რომ საქართველოში თითქოს ამერიკის ინტერესები დაცული არ არის და ვაშინგტონმა არ უნდა მოახდინოს ურთიერთობის ნორმალიზაცია. რას მიანიშნებს თქვენთვის ესეთი განცხადებები და სტატიები? საქართველოს უპირველეს ყოვლისა დაცული უნდა იყოს ქართული ხალხის ინტერესები. თავად ესეთი ფორმულირება და მიდგომა საკუთარი ქვეყნის მიმართ ნიკა გვარამიას მხრიდან აჩვენებს, რომ ეს ადამიანი უბრალოდ არის გამზადებული ვასალი, რომელიც თავს თავაზობს სხვადასხვა უცხოურ ქვეყანას, რომ მოემსახუროს მათ ინტერესებს. რა დამოკიდებულებაა საკუთარი ქვეყნის მიმართ, რომ საქართველოს ვის ინტერესებს ვის შესაბამისად მოქმედებს თუ არ მოქმედებს. პირველ რიგში საქართველოს უნდა მოქმედებდეს ქართული ხალხის ინტერესების შესაბამისად და ამას აკეთებს ქართული ოცნების ხელისუფლება. ვინმეს თუ სხვა უნდა მოიყვანონ მაშინ ნაცები ხელისუფლებაში და მაშინ მოემსახურებიან სხვა ხალხების ინტერესებს და არა ქართული ხალხის ინტერესებს. მანამ სანამ ქართული ოცნება არის საქართველოს ხელისუფლებაში, ამ ქვეყანაში გატარდება ქართული ხალხის ინტერესები და ეს არის ამოსავალი წერტილი სუვერენულ ქვეყნებს შორის საერთო ინტერესების ძიებისა. ეს არის როგორც ჩვენ გვესახება და როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციისგან ვიღებთ სიგნალებს, რომ როგორ ყალიბდება ალიანსები, რომ ყველა ქვეყანა უპირველეს ყოვლისა ზრუნავს აცხადებს რა არის მისი ეროვნული ინტერესი და შემდეგ ორი ქვეყანა საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებით ეძიებს თუ სად არის საერთო ინტერესები. ეს არის ზუსტად რასაც სთავაზობს საქართველოს ყველა ქვეყანას ურთიერთობაში და არა დაქვემდებარებას, გამოკითხვას ვის რა უნდა საქართველოსგან და შემდეგ მენიუსავით შეთავაზებას საკუთარი ქვეყნის და ქვეყნის ინტერესებისა სხვებისთვის. რატომ ეშინია ოპოზიცია სამურთიერთობის ნორმალიზება? ეს შეკვეთილი სტატიები რაზე მეტყველებს თქვენთვის ამ შემთხვევაში? რაც აწყობს რადიკალურ ოპოზიციას, ეს არის მუდმივი დაძაბულობა. ამას ცდილობდნენ ჩვენი ომში ჩათრევით, ამას ცდილობენ მუდმივი დაძაბულობის შემოტანის ნებისმიერი თემის არ არსებობს თემა, რომელიც მათ არ შეეცადონ, რომ რაღაცა დაძაბულობისთვის გამოიყენონ და ოპოზიციაზე როცა ვსაუბრობთ, რადიკალურ ოპოზიციაზე არ დაგვავიწყოთ, ჩვენ აქ არაფერ შუაში არ არიან საერთო ჯამში ეს რადიკალურ ოპოზიციის წარმომადგენლები, ისინი არიან მხოლოდ თოჯინები სხვის ხელში და მათ გარედან ათამაშებენ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ მთავარი მიზანი არის საქართველოში ხელისუფლების ჩანაცვლება, მოყვანა
ვასალების, რომლებიც უპირობოდ შეასრულებენ სხვების დავალებას. გახარია საქართველოსთვის პარლამენტში შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილების პროექტს აინიციირებს, რომელიც 2024 წლამდე არსებული სამართლებრივ სტატუს კოს აღდგენას ითვალისწინებს. გიგა ფარულოვან ბრალი დაგდოთ, რომ ადამიანებს უზღუდავთ შეკრების უფლებას ამ პარტიის წევრმა, რომლის ლიდერის სახელს 20 ივნისის მოვლენები უკავშირდება. როგორია თქვენი შეფასება? მე მგონი ეს ხალხი, რომელიც დღეს პარტია საქართველოს სახელით პარლამენტში არის, უნდა დაფიქრდეს, მე მგონი და მივხვდნენ, რომ ჩემი აზრით გაქცეული გახარია უბრალოდ გარედან დასცინით ამათ. ისეთ თემებს წამოაწევინებს, რომლითაც საკუთარ თავს აზიანებენ, რომელიც მათ საწინააღმდეგოდ არის. ამას წინ დააინიცირეს დემონსტრაციებთან დაკავშირებით რაღაც საკითხი, რომელზეც უპირველეს ყოვლისა მათ ეხება, მათ ხელმძღვანელს, რომელიც დღეს გაქცეულია, სწორედ გაქცეულია იმ გამოძიებისგან, რომელიც ეხება ძალადობას დემონსტრანტების წინააღმდეგ. ხილებული არის გიორგი გახარია, რომ სწორედ ის ტრაგიკული შემთხვევები, რაც მოხდა დემონსტრაციის დაშლისას, მისი ხელმძღვანელობით მოხდა. არის ამ საკითხზე მიმდინარეობს გამოძიება, სასამართლო გამოძიება და გაქცეულია ეს ადამიანი და მაინც რატომ აყენებენ ეს ადამიანები ამ საკითხებს არ ვიცი და ითქვა არაერთხელ რომ აქაც ამ შემთხვევაში მხოლოდ საკუთარ თავს აზიანებენ. ასე რომ ჩემი აზრით ცოტა იმას უნდა დაფიქრდნენ, რომ გახარია უბრალოდ გარედან დასცენის განსხვავებული აზრის ჩახშობა უნდა ამ კანონითო ამ შეკრება მანიფესტაციის გამკაცრებითო ესე განაცხადა ბატონმა ფარულოვამ. სად ნახეს ჩახშობილი რომელიმე აზრი? მე მგონი რა და საქართველოში აზრის, რომელიც ცოტა აზრს გაცდენ, გონივრულ აზრს გაცდენილია ხოლმე და გადადის შეურაცხყოფაში, გადადის მზიზღის ენაში, ყველაფერი ფართოდ მოიპოვება ჩვენი მედიის ფართო სპექტრში. ასე რომ რა და ჩახშობა ნამდვილად საქართველოში არაფერი არ ხდება. ოპოზიციური ალიანსის შემდეგ კითხოთ ამ ნაციონალური მოძრაობის თქმის დაშლის განახლებას. ხო, განახლებაო ნაციონალურ მოძრაობაში და ყველაზე ურნაცები სტამატება დაიწყეს თავის პარტიაში თუ უკან დაბრუნება და თავისთავად აჩვენებს, რომ არ არის საშველი ამ პარტიას არ ეხება ეს მხოლოდ ამ იდეოლოგიას ერთადერთი დანიშნულება აქვს და ერთადერთ შემთხვევაში არის ძლიერი ამ იდეოლოგიის მიმდევარი ადამიანები, რაც მოძრაობა იქნება, ეს ახალი იქნება თუ სხვა ადამიანები, ვინც ნაცურ იდეოლოგიაზე დგას, მხოლოდ მაშინ არიან მომძლავრებული, როდესაც სხვების დავალებას ასრულებენ ხოლმე. მაშინ არიან შინაგანათეს ბედნიერი, ასხივებენ ამ ბედნიერებას ხოლმე, როდესაც სხვების დავალებას ასრულებენ, ტარს დაუკრავენ და ეს არის მათი მთავარი კმაყოფილება, რასაც ისინი იღებენ საკუთარი ქცევიდან. ოპოზიციურ ალიანსში დაპირისპირებაზე გითხოთ. მუდმივად ყოველდღე ვხედავთ რაღაცა განცხადებებს ერთმანეთის შეურაცხყოფას. რაზე მიუთითებს ეს და რამდენად სულ ამბობენ, რომ ერთობის აუცილებლობა არის, თუმცა ერთობას თავი რაზუს ვერ მოვიდეს, ხო ოპოზიციის. თეთრი დაშლის პირას არიან ესეთ როგორ. სხვა დროსაც მithქვამს, რომ შხამიანი თესლიდან კარგი ნაყოფი ვერ გაიზრდება, ასე რომ ის პრობლემა არის მათ საფუძველში, იმაში რომ ეს მთლიანად იდეოლოგია, რაზეც რადიკალური ოპოზიცია დგას ანტიქართულ იდეოლოგიაზე, სხვა ქვეყნების მომსახურების იდეოლოგიაზე და არა ქართული ხალხის ინტერესების მსახურებაზე. ასე რომ აქ ყოველთვის შედეგი იქნება სავალალო, იმიტომ რომ როდესაც ესა თუ ის ძალა მიდის ღალატის გზაზე, იქ უკვე თავისთავადი არის, რომ კონფლიქტებიც წარმოიშობა შიგნით. 20 ივნისს არის კიდევ ერთი აქცია დაანონსებული, იგივე სააკაშვილმაც მოუწოდა, რომ მარში უნდა ჩატარდეს და კიდევ ერთხელ უნდა გამოვიდეს მოსახლეობა ქუჩაში. გაშლილი ამაზე თქვა. არ ვიცი რას უძღვნიან ამ მოწოდებას დემონსტრაციისა, თუ არის გარკვეული ალუზია 2019 წლის 20 ივნისზე. კიდევ ერთხელ მაშინ იყო ძალადობრივი შტურმი საქართველოს პარლამენტის, რომელიც მხარდაჭერილი იყო გარედან, რომელზეც პანიკა ატეხეს შემდეგ ზოგიერთმა უცხოელმა, გვახსოვს ჩვენ მაშინ სხვადასხვა ადამიანების ქცევა და საბოლოო ჯამში სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ეს იყო ძალადობრივი შტურმი საქართველოს პარლამენტზე. ასე რომ
აქ მე მგონი გასაგებია რაზეც არის ასე რომ კი ბატონო გამოვიდნენ მოძალადეების აქცია საინტერესო სანახავი იქნება გამოვიდნენ შევხედოთ ყველა ვინ არიან საქართველოში ძალადობის მომხრეები ასე რომ ეს ჩვეულებრივი რადიკალური იდეების მხარდამჭერი აქცია იქნება დიდი მადლობა პირდაპირ ეთერში უსმენთ პარლამენტის თავმჯდომარეს საქართველოს სახელმწიფოებრიობასა და სუვერენულობაზე გარედან თუ შიგნიდან წამოწყებული კოორდინირებული შეტევის რეალურ მიზანზე წერს ზაზა შათერიშვილი ვრცელ წერილში განმარტებულია ჯო ვილსონის და ოპოზიციური ალიანსის ლიდერების მიერ გაკეთებული განცხადებების იდენტური შინაარსი და ის შედეგები, რომელიც კონგრესმენის ინიციატივების განვითარებას შესაძლოა მოხვეს. როგორც გიგისგან, გიგასგან და ზურასგან გავიგეთ, ჯო ვილსონის მიერ წარდგენილი კანონპროექტის ჩინეთის კავკასიაზე კონტროლის საწინააღმდეგო აქტის მიზანი საქართველოს უსაფრთხოება და რუსეთის, ირანის და რა თქმა უნდა, ჩინეთის მავნე გავლენებისგან დაცვა ყოფილა. შესაძლოა რიგითმა ჯო ვილსონმა არ იცოდეს, რომ საქართველოში ირანის პოლიტიკურ, გნებავთ ეკონომიკურ გავლენაზე საუბარი სასაცილოა და ამაზე კონკრეტული ფაქტები და რიცხვებიც მოწმობს. რუსეთთან ურთიერთობაზე რა უნდა ვთქვათ? შესაძლოა რიგით ვილსონებს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებაც არ სმენიათ, მაგრამ ცხადია, ირანი და რუსეთი მხოლოდ შლეიფად გაჰყვება მთავარ საკითხს. საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, უმაღლეს დონეზე გახშირებულ კონტაქტებს და იმ ბენეფიტებს, რასაც საქართველო ამ პარტნიორობიდან იღებს. რატომ არ არიან საქართველოს მმართველები ამერიკის მეგობრები? ამ სათაურით სტატიას პოლიტიკური ორგანიზაცია ეროვნული ინტერესების ცენტრის ამავე სახელწოდების გამოცემაში ნიკა გვარამია თანაპარტიელთან ერთად აქვეყნებს. სტატია ანაკლიის სპორტის სტრატეგიულ მნიშვნელობას ეხება და სრულად აგებულია იმის მტკიცების მცდელობაზე, რომ შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ურთიერთობები არ უნდა გადატვირთოს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 2023-2024 წლებში განხორციელებული საფინანსო ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის შედეგები საჯაროა. ცესკოში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ დასკვნაში არსებით გადაცდომაზე არაფერია ნათქვამი, გაცემული რეკომენდაციების უმრავლესობა კი უკვე შესრულებულია. შესაბამისად, მანიპულაციური განცხადებების მიზანი ცესკოს დისკრედიტაციაა. გამოქვეყნებულ დოკუმენტში საუბარი არ არის რაიმე არსებით გადაცდომაზე და ყველა საკითხთან მიმართებაში არსებობს შესაბამისი ახსნა განმარტება, რაც უწყებას წარდგენილი აქვს აუდიტის სამსახურში, ხოლო მიღებული 7 რეკომენდაციიდან 6 უკვე შესრულდა, ერთი კი დიდწილად შესრულებულია. ამის მიუხედავად დაინტერესებული მხარეები ცდილობენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნა მანიპულაციური განცხადებებით ცესკოს დისკრედიტაციისთვის გამოიყენონ. მანიპულაციური და დისკრედიტაციული განცხადებების ავტორებს საკმარისი იყო წაეკითხათ აუდიტის რეკომენდაციების შესრულების ანგარიში, რომელიც საჯაროდ იქნა განხილული პარლამენტში საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე და ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვები აღარ ექნებოდათ. თუმცა მათ ინტერესში არა სიმართლის გარკვევა, არამედ სხვადასხვა ტიპის მანიპულაციური ინფორმაციით საარჩევნო ადმინისტრაციის დაზიანებაა. საარჩევნო ადმინისტრაცია გააგრძელებს ამ მრჩევლის ინფორმირებას მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაციით და არ დატოვებს უპასუხოდ მცდარი აღქმების შექმნის ნებისმიერ მცდელობას, ვისგანაც უნდა მოდიოდეს ის. შინაგან საქმეთა მინისტრმა მეხანძრე მაშველებს პროფესიული დღე მიულოცა. საზეიმო ღონისძიებაზე მინისტრმა განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისთვის მეხანძრე მაშველები დააჯილდოვა. სულხან თამაზაშვილმა მეხანძრე მაშველებს სიტყვით მიმართა. მეხანძრე მაშველებს სიტყვით ასევე მიმართა და მათ პროფესიული დღე მიულოცა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა. მეხანძრე მაშველის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე გაიმართა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფის პირადი შემადგენლობა მინისტრის წინაშე სახანძრო სამაშველო ტექნიკით და სპეციალური აღჭურვილობით წარდგა. გილოცავთ პროფესიულ დღეს, სწორედ თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად მზად ხართ გასწიროთ სიცოცხლის, ხვისი სიცოცხლის გადასარჩენად, ამას ქვია გმირობა. თქვენი პროფესია მოითხოვს განსაკუთრებულ პროფესიონალის სიმამაცეს, თავდადებას. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ ერთგულებისთვის და თავდადებისთვის, რასაც თქვენი ქვეყნისთვის, სამშობლოსთვის გასცემთ. რა თქმა უნდა, მადლობა უნდა გადავუხადოთ თქვენ ოჯახის წევრებს, რომლებიც თქვენთან ერთად იზიარებენ იმ სირთულეებს, რასაც თქვენი ყოველდღიურ საქმიანობას თანსდევს. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი გაძლევთ პირობას, რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, გქონდეთ ღირსეული სამუშაო პირობები და დაფასებული იყოს ის შრომა და თავდადება, თავგანწირვა, რასაც ყოველდღიურად გასცემთ თქვენი ქვეყნისათვის. გილოცავთ კიდევ ერთხელ პროფესიულ დღეს, კიდევ ერთხელ მადლობას გადაგიხდით და
წარმატებებს გისურვებთ. პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის, პროფესიული დღის მოლოცვისთვის და ჩვენი მეხანძრე მაშველების დაფასებისთვის. ნამდვილად ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად მზად არიან ნებისმიერი გამოწვევების მიუხედავად დაეხმარონ ჩვენ მოქალაქეებს, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის სამოქალაქო უსაფრთხოების განვითარებაში და თითოეული მეხანძრე მაშველის სახელით და ჩვენი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თითოეული თანამშრომლის სახელით კიდევ ერთხელ პირადად თქვენ დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მობრძანებისთვის და იმ ხარდაჭერისთვის, რომელსაც გრძნობთ ყოველდღიურად თითოეული ჩვენთაგანი. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დასრულდა. 6 თვიანი სასწავლო კურსი, რომელიც თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას მოიცავდა 12 სტაჟიორმა წარმატებით გაიარა. ისინი ოპერატიული და საგამოძიებო სფეროს შესაბამის თანამდებობებზე დაინიშნენ. პროგრამის 3 თვიანი თეორიული სწავლების ეტაპი ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში ჩატარდა, შემდეგ კი სტაჟიორებმა პრაქტიკული ნაწილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თბილისისა და რეგიონულ დანაყოფებში გაიარეს. რამდენიმე საათში დინამო არენაზე გრემის 24 მუსიკალური ჯილდოს მფლობელი და 150 მილიონზე მეტი გაყიდული ალბომის ავტორი კანიე უესტის კონცერტი დაიწყება ცნობილი ჰიპ-ჰოპ ვარსკვლავი საქართველოს სტარინგ ჯორჯის მეოთხე სეზონის ფარგლებში ესტუმრა. დინამო არენის კარი 16 საათიდან გაიღება, გახანგრძლივებული დროით იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ეს არის შოუ, რომელიც აბსოლუტურად ყველა წარმოსახვას ცდება. ეს არ არის კონცერტი, ეს არის იმერსიული გამოცდილება, რომელიც შემოსვლისთანავე გადაგვიყვანს აბსოლუტურად სხვა სამყაროში, რომელიც დაგვაკავშირებს აბსოლუტურად სხვა ორბიტასთან და საქართველოს და ქართველ მელომანებს გახდის გლობალური ღონისძიების თანაზიარად. საოცარი მუხტი ტრიალებს აქ პირველად ვარ საქართველოში და ძალიან მომწონს. მოლოდინი ძალიან დიდია ამ კონცერტის მიმართ. ეს ხომ კანიე უესტია და ვიცი ამჯერადაც გაგვაოცებს. საოცარი ქვეყანაა საქართველო, ძალიან გაგიმართლათ, რომ ასეთ კონცერტს მასპინძლობთ თქვენს ქვეყანაში. სწორედ ამიტომ ჩამოვედით ამჯერად და უიწყარი შოუ იქნება როგორც ყოველთვის კანიესგან. ამსტერდამიდან ჩამოვედი კანიე უესტის ამ საოცარ კონცერტზე დასასწრებად. ჯერა მოლოდინს გადააჭარბებს ისეთი სანახაობა იქნება. მოუთმენლად ველი ვნახო, როგორი სცენა დაგვხდება არენაზე. ძალიან ბედნიერები ვართ, ანუ სასწაული ხდება ჩემი აზრით, აი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოვლენა არის, რაც საქართველოში ხდება, ანუ კანიე უესტი არის ერთ-ერთი აი უძლიერესი არტისტი. ძალიან ბევრი ხალხი არის აქ და ძალიან გვიხარია, ახლა ერთი სული გვექროდის გაიღება კარებები და იმედი მაქვს, რომ კიდევ ბევრჯერ გვესტუმრება და კიდევ ბევრი ლეგენდები ჩამოვლენ აქ. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის, რამდენიმე წუთში დაიწყება დღის ქრონიკა, მე გემშვიდობებით, ნახვამდის.